როგორც ივნისში გახდა ცნობილი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გეგმავს ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებას მიღებას, რომელიც საფრანგეთის ტერიტორიაზე 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას გულისხმობს. თავის დროზე ემანუელ მაკრონს სურდა, რომ ეს გავრცელებულიყო მთელ ევროკავშირზე, მაგრამ ეს ტექნიკურად შეუძლებელია ნულის თვალსაზრისით ალბათობა იმისა, რომ ასეთ ტიპის კანონი იქნეს მიღებული 27 წევრი ქვეყნისგან შემდგარ სახელმწიფოში, ამიტომაც ალბათ ემანუელ მაკრონი ამ საკუთარ იდეას განავრცობს უშუალოდ საფრანგეთის ტერიტორიაზე. ამას იხსნის მომძლავრებული აგრესიით და ძალადობის სურვილით, რომელიც ფრანგულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში არის, ამას კვლევებიც ადასტურებს და სწორედ ამ აღზევებას უკავშირებს პრეზიდენტი იმას, რომ სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი ტოქსიკური კონტენტი ვრცელდება ადამიანებს და ბავშვებს შორის ძალიან მარტივად აქვთ კონტაქტი ამ ყველაფერთან და სოციალური ქსელების მფლობელები აქ მეტა და რამდენიმე სხვა კომპანია იგულისხმება. ისინი ცხადია ფლობენ ამის შესახებ ინფორმაციას, მაგრამ არაფერს აკეთებენ მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ყველანაირი ხელსაწყო იმისთვის, რომ გაფილტრონ ადამიანი სრულწლოვანია თუ არ არის სრულწლოვანი, ან არის პირობითად 15 წლის თუ არ არის, როგორც ეს ამ კანონის შემთხვევაშია. მაგრამ ყველაფერი ეს მაინც უკავშირდება ერთ კონკრეტულ ინციდენტს, რომელიც ქალაქ ნოჟანში მოხდა, ეს საფრანგეთის აღმოსავლეთში არის, როცა ერთ-ერთმა მოსწავლემ მოკლედ ცივი იარაღით მოკლა მასწავლებელი სკოლაში ასეთი ინციდენტი მოხდა და ბევრი მსგავსი შემთხვევა დაგროვდა ბოლო პერიოდში საფრანგეთში, რაც ცხადია პირდაპირ ცუდ ფონს უქმნის ემანუელ მაკრონს ქვეყნის შიგნით, რომელსაც ისედაც არაა კარგად ბოლო პერიოდში საქმე პოლიტიკურად, ამიტომაც ის მუდად არის, რომ ამ ტიპის რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოს. ხო, ეს რეგულაცია პირველ რიგში აღნიშნოს, რომ ევროკავშირის მასშტაბით ვერ ამოქმედება, რადგანაც ეს მხოლოდ მაკრონის ინიციატივაა და ევროკავშირის სავარაუდოდ ყველა წევრი ქვეყანა ისაც არ დათანხმდება მსგავს რამეს, მაგრამ ევროკავშირის მარეგულირებლები გამარტავენ, რომ თუ კი საფრანგეთს კავშირი რამ მოუნდება, მას ინდივიდუალურ დონეზე შეუძლია აკრძალვის დაწესება, ამაში პრობლემას ისინი ვერ ხედავენ, მაგრამ აქ პრობლემა უფრო მეტად აღსრულების საკითხთან დაკავშირებით გაჩნდება, რადგანაც აკრძალვა სოციალური ქსელები ესეთი მარტივი უკვე აღარ არის განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ თანამედროვე ეპოქაში ვართ, ინტერნეტთან გვაქვს წვომა ყველას და ინტერნეტში რაღაცის აკრძალვა ზოგადად არის ყოველთვის ძალიან რთული. ხო, ასეთი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2023 წელს მიიღო ავსტრალიის ხელისუფლებამ, როცა იქ 16 წლამდე მოზარდების სოციალური ქსელები აიკრძალა, მაგრამ თანამედროვე სამყაროში, ციფრულ სამყაროში რამის აკრძალვა ფაქტობრივად აზრს არის მოკლებული, რადგან საჭიროა ადამიანმა გადმოიწეროს მხოლოდ VPN-ი, ძალიან ბევრი უფასო VPN-იც არის, იქ ძალიან მარტივი ინტერფეისის გამოყენებით შეუძლია შეცვალოს საკუთარი ციფრული ადგილმდებარეობა, მიუთითოს ნებისმიერ ის ქვეყანას, სადაც არ არის სოციალური ქსელები აკრძალული და ჩვეულებრივად ამას გამოიყენებს, მათ შორის სატელეფონო ვერსიები არის უამრავი, ამიტომაც ამ კანონის აღსრულება არის ფაქტობრივად ნულის ტოლი, რადგან ინტერნეტში რამის აკრძალვა არის თეორიულად შესაძლებელი, პრაქტიკულად შეუძლებელი, რადგან მილიონი ძალიან მარტივი გზა არის ამ ყველაფრისა თანაც უფასოდ, რადგან ადამიანები, რომლებიც ამ გადაწყვეტებს ქმნიან, მათი აზრით ინტერნეტი უნდა იყოს ის რის გამოც შეიქმნა, ანუ თავისუფალი მიმოცვლის საშუალებას უნდა აძლევდეს ინფორმაციისა ადამიანებს ყოველგვარი კონტროლის გარშე. ამიტომაც ასეთი გადაწყვეტები ყოველთვის იარსებებს და ადამიანები, რომლებიც ინტერნეტს იყენებენ, ყოველთვის გამოიყენებენ VPN-ებს და მოიხმარენ იმას, რისი მოხმარებაც სურდათ.